დღეს ახლა მივდივარ ცენტრში. მე ერთი საინტერესო მუზეუმი მაქვს ჩაფიქრებული რა სანახავად და ნახოთ რამდენად გამომივა. რა ვჭამოთ? კარგი შემწარი ბაყაყი. წერო? შენ წერო გიჭამია, მამი? არა, გავსინჯოთ წერო, წამო. აბა თამო, როგორ მოგწონს მიუნხენის ცენტრი? სამინჩი არ გამიმართლა. წინა დღეებში ისეთი მაგარი ვიზა იყო, რომ მეგონა რომ აქცევს დაწვევს. ერთი დღე ხა არ მაქვს. ოპატინა. ამასობაში საჭმლის ბაზრობას მოვადგით. ძირთად არის ჯიხურები, სადაც საჭმელს ყიდიან, რა მზა საჭმელს. გავიაროთ, ეხლა და ვნახოთ რას ყიდიან. ესეთი რაღაც ვიყიდე. გადავიხადე 4 ევრო ნახევარი. და აი ეს არის ღორის ხორცი რა. მარტივი ბუტერბროდია, ჩაულებრივი. ტკბილი რაღაც საწებელივით მომასხმევინეს თავს. არ არის გემრიელი. ძეხვივით არის რა. ბავშვებს არ ვეჭამოთ ეს. კარგია, მოგეწონა? მამა მოსამო. მამა მე მოგეწონა? ძეხვია რა. ჰოთ-დოგს გავსინჯავთ ახლა ერთსას, ვნახოთ როგორია. ეს არის ჰოთ-დოგი, რომელიც ძალიან თელ სამბაზრობაზე სულ ესეთ რაღაცეები იყიდება. ჩვენც გავსინჯოთ, დიდად არ ვარ მოყვარული ამ რაღაცეების, მაგრამ თუ არა უშავს, ცადოთ. აბა, როგორია? ეს გემრიელია ფოტოშოპში. აბა მამი, როგორია ტრადიციული ჰოთ-დოგი? ცუდი ამა, რატო არ მოგწონს? გემო არ მოგწონს? მოგწონს ვა? თამონახე ესეთი შვეიცარიული ყველი, აი რო ამბობენ ხოლმე შვეიცარული ყველი, შვეიცარული ყველი, აბა. ყარს. ეგ ყველია? არა, მაგრამ ესეც ყარს. აი ამას ვიდა. მასული აქვს რომანი შეხვდასუნე უბრალოდ. კამერა არ გადაცემს სულ. გამიჯერეთ. ეს ხო აი მულტფილმებში რო ის თაგვი მიათრევს ხოლმე ის ყველი არ არის? სერია, რომელიც ძალიან ყარს. გამხმარი წიწაკა და აი ეს მეორე. არის გამხმარი ბადრიჯანი. მოკლედ მოვrჩით ახლა ამ ბაზრობას. მეტი სხვა რამე საინტერესო საკვებიან რამე ვერაფერი ისეთი ვერ ვნახეთ რა და წავალთ ახლა სადმე დავჯდებით რომ ნორმალურად ვჭამოთ რამე. იმიტომ რომ მაინც და მაინც აქაური ქუჩის საკვები რაც გავსინჯეთ, ნუ დიდად მაინც და მაინც არ მოგვეწონა. დიდი ხანი გიწევს ლოდინი? არ მოგიტანეს ჩერმაკარონი? ა? კიდე ყოლთარი ყავს. ყველით არ გიყვარს? აი გოგო რომელსაც არ უნდა და სპაგეტის ჭამა, ნახეთ, ნადგურებს თებს სპაგეტს. ამო აბა როგორ მოგეწონა იტალიური რესტორანი? ამას არ მოუჭრე იცოდა. ძალიან მეგობრები არიან და ძალიან კარგად გავუერთეს ჩვენს. მე მოტაილი. გემრიელად ჭამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ტრადიცია არ დავარღვიეთ და ცენტრში დამალობანა ვითამაშით. აგან დამალობანა შეიძლება. აბა ევა დაიმალა ეხა და აბა ვინ მოძებნის, აბა ვნახოთ. ვერი პოვით ევას ვერა. საწავიდა. ვაი. ალხო ეხლა მივდივარ ბავშვებიანად BMW-ს მუზეუმში. იშვიათი BMW-ები უნდა გაჩვენოთ. აი ეხლა
ახლა აქ რა. ვისაც მოტოები უყვარს. 64-ია მაგათთვის. ზოგადად მანქანებში ხა ძალიან მოყვარული ვარ რა. ჩემთვის მანქანა არის ამ პუნქტიდან ბ პუნქტამდე გადაყვანის საშუალება. აი წარმომიდგენია BMW-ს მოყვარულები აქ როგორ გაერთობოდნენ. აი ესე მე მუზეუმში მანქანებს ვიღებ, ელისაბედი დამალობანას თამაშობს. აი აქ ახლა ამ სივრცეში არის BMW-ს ესეთი 3 პერიოდის მანქანა, ესე ვთქვათ. ნახეთ, აი ეს არის ერთი. შემდეგ გადავდივართ აი ეგ მეორე და აი ეს არის უკვე მომავლის მანქანა. აი ეს კი 2023 წლის ხეთია, ნახეთ რა. მეც კი ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მანქანები მაინც და მაინც არ მიყვარს. მესამე წრეზე მივდივარ უკვე. აი როგორც წაღავთქვი, როგორც პატარა ბავშვი სათამაშოების მაღაზიაში შეაიგრევა. ალბათ 1-2 საათი კიდე გავჩერდებოდი აქ ბავშვები რო არ იყვნენ ახლა და. წავედით ახლა და ნახოთ BMW-ს მუზეუმის სპორტული მანქანების განყოფილება. ეს არის ფორმულა 1-ის მანქანა BMW-ს. ეს ახლოს პირველად ვარ საერთოდ ფორმულა 1-ის მანქანასთან. არ მეგონა აი მხელა თუ იყო რა, ძალიან დიდია. აქ ეხა გიგა ჩემი მამიდაშვილი, ალბათ გაგიჟდებოდა აქ რო იყოს. შეიძლება ნამყოფია კიდეც გერმანიაში ცხოვრობ. მუზეუმის შემდეგ სუპერმარკეტში შევიარეთ, რომ საღამოსთვის საჭმელი გვეყიდა. დღეს საკმაოდ რთული და დიდი დღე გქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ოჯახური ვახშამი გაგვიკეთებინა. ვიყავით Lidl-ში, დაახლოებით 30 евро დავხარჯეთ, რაც ძალიან იაფია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ვიყიდეთ და განახებთ ახლა რა ვიყიდეთ. ეს არის სალათის ფურცლები. ვაპირებ სალათის გაკეთებას. ჩერი პომიდორით და სალათით. კიდევ ვიყიდეთ ალუდი. ცოტა სახლშიც გვაქვს. ზეითუნის ზეთი ბიო 250 გრამიანი 2.5 რიგი და თუ არ ვწდები. ვიყიდეთ კიდევ თევზი 19 евро გადავიხადეთ აი ამ ფრეშ ორაგულში. კილო და 275 გრამია. მე ვყიდულობ ხოლმე ამას საქართველოში და დაახლოებით ვაძლევ ხოლმე 150 ლარს თუ არ ვწდები. ძალიან იაფია გერმანიაში პროდუქტები. მოკლედ გემრიელად ვივახშმეთ და მარის საქართველოთი ვებლადავეთ. როგორ მოგეწონა? ძალიან გემრიელია. ნორვეგიული ორაგული. ძალიან. ეხლა შენ კი არა გაქვს ნაჭამი, მაგრამ ჩვენ საქართველოში ხშირად ჩამოვდის ნორვეგიული. მეორე დღეს ზალცბურგში წასვლა გადავწყვეტეთ, მაგრამ სანამ ჩვენ მატარებლის ბილეთებს ვყიდულობდით, ევამ ტელეფონი ხელში ჩაიგდო. მოვედით, კარჩე ცოტა ხანი დაგვწვდება დიდი საათით ფილის. გარშე დიდი დღე დაგვწვდება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავსტრიაში, ზალცბურგში. ეხლა ჩამოვედით. საათი და 45 წუთი მოვუნდით დაახლოებით მიუნხენიდან. გავისეინებთ ზალცბურგში, რავი რაც არის ანახავი ნახავთ და საღამოს უკვე დავბრუნდებით მერე მიუნხენში. რა გავემზადოთ ხვალისთვის, ხვალ საღამოს უკვე ფრენა გვაქვს ქუთაისის მიმართულებით. თამო აბა როგორ მოგწონს ზალცბურგი? როგორია ზალცბურგში 6 წლის შემდეგ დაბრუნება? ეს იცანი შე? რა? სადგური არც მე არ მახსოვს, სიმართლე გითხრა. არ ვიცნობ ჯერჯერობით აერტყა. ის ერთ-ერთი მთავარი ძეზი რატო ჩამოდის სტუმრები ზალცბურგში არის ის რომ აქ არის მოცარტის სახლი. აი ქვევით პირველ სართულზე სპარი აქ ახსნილი გაქირავებული აქვს როგორც ჩანს პირველი სართული. და ისიც ბატონი მოცარტი. ყველა კუთხეში იყიდება ეს შოკოლადები რა. ძალიან ცნობილია და ჩვენც ვიყიდით ახლა. რაო მა? რა მოგეწონა ახლა? მოცარტი მოგეწონა თუ შოკოლადი? შოკოლადი მოგეწონა. მოკლედ წავედით ახლა ამ მოცარტის შოკოლადის საყიდლად. თან ბავშვებსაც ეს შოკოლადი რო არ ვაჭამოთ, მაგ შოკოლადი ჩამოვიტყუეთ ზალცბურგში რეალურად. აი აქ იყიდება ეს მოცარტის შოკოლადები. ეს ელიზაბეთს რაგებს მარია ხა ესე? 2 ევრო 1 ცალი. ეს მე? შენთვის? ეს თამულია? აბა მოდი გავსინჯოთ ახლა ეს ჩვენი მოცარტის შოკოლადი. გემრიელია. კარგია? ა? აი, გემრიელია? შენ მამი? ჩემთან გემრიელი. შენთანაც გემრიელია ზე? რა თქმა უნდა, აქაც ამჯერად უკვე ელისაბედი შემომახტა კისერზე. მაგრამ არა, მაგრა დადიან რა, აი. ჩვენ რამდენი ხანია ბევრი ხანი მიარე და უკვე დავიღალე. ხო, მამკო, მაგას ვამოვთქვა შენც და ევას ძალიან კარგად დადეხართ თქვენ. როგორც მამიკო და დედიკო დადიან, ისე დადიხართ თქვენ. ყოჩა, კაი გოგოები ხართ. ნახეთ უბრალოდ როგორი ვიწრო ქუჩებია, ნახეთ რა ლამაზია რა. აი ესეთი ვიწრო ქუჩებით არის სავსე ისტორიული ზალცბურგი. აი ვინმე თუ იცის რას ნიშნავს ეს ნიშანი. მე ვერ გავარკვიე ჯერ. აი გაწერია რაღაც ქვევით. ცოტა ხნით გლინტვეინის დასალებად გავჩერდით, სადაც გოგოები კარგად გაიხსნა. კარგია თამო? ა? მარი მოგწონს? კი, ძალიან ძლიერია უბრალოდ. დავედით მოკლედ ახლა სამწუხაროდ აღარა გვაქვს რა დრო ზალცბურგში დარჩენის და მივდივართ უკვე სადგურზე. 40 წუთში უკვე გადის ჩვენი მატარებელი მიუნხენისკენ და დღეს წავალ სადმე მიუნხენში ტრადიციულ რესტორანში. წასვლამდე ელისაბედმა კიდევ ერთხელ გვიმღერა. გოგოები მატარებელშიდაც მშვენივრად გაერთნენ და ამასობაში მიუნხენშიც ჩავედით. და ჩვენთან ერთად დაისვენეთ. გერმანელი ვერთხის შეშინების შემდეგ რესტორანში წავედით. გაგვიმართლა რომ მარიმ რესტორანი წინასწარ დაჯავშნა. აი იქ არის ვიგიეთ რესტორანში შესვლას. აი ჩვენი რესტორანი. არაფერი არ ისთვის თამში.
ნახეთ რესტორანში უბრალოდ რა ხდება. თქვენ არ გესმით მიკროფონი მაქვს მაგიტო ჩართული, როგორი ხმაურია რა. ისეთი ქაოსია, რომ ერთმანეთს უყვირი ვართ და ისე ველაპარაკებით. რესტორანში ვართ, HB-ის რესტორანში, რომელიც არის უზარმაზარი, დაახლოებით 1300 სტუმარი ეტევა ერთდროულად და ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება. ხალხი ნაციონალურ დასაცვენით არის მოსული სავახშმოდ და არ ვიცი, ცოტა შოქში ვარ. აი ეს არის 9 ლიტრიანების და ლიტრიანების ფასი ლუდის. რა თქმა უნდა 1 ლიტრიანი ჩემია, 9 ლიტრიანი თამოს. ძალიან მაგარი ადგილია. ეს კანჭი გინდა? რა? კანჭი გინდა ეს რაღაცა ორი? დავაი კანჭი. გინდა? დავაი. ეს დიდი მეც უნდა დავლიო. არ ეთყობა ჩემი თავის ხელა. ლიტრიანი. ანუ აქ სხვა მე მგონი არ იყიდება. ძალიან გაკვირვებული გიყურებენ თუ 9 ლიტრია შეუკვეთავ, ამიტომ ჩვენც ლიტრიანი შევკვეთთ. აქ ისეთი სიტუაცია ოქტომბერფესტზე რა სიტუაციაც არის ხოლმე და თუ ვინმე ოქტომბერფესტზე ვერ მოხვდა და აინტერესებს რა სიტუაცია, შეგიძლიათ HB-ში მოხვიდეთ მიუნხენში. ესე იგი, აი ლიტრიანი დავეჭიდები ახლა. წეგან თამო დაეჭიდა, ოღონ ისე რა. აბა წავიდა. დავლევდი რა, პროსტა. რასა თამომ გამაჩერა რა, ხოლმე ხარ, თორე დავლევდი. ყველები გამომწივდა. ძალიან გემრიელია რა. აი ესეთია ჩემი ღორის კანჭი. კარტოფილის ბურთულით და ლუდის соусით. აბა თამო, როგორ მოგეწონა ჩვენი HB მიუნხენი? HB ლუდი როგორც ასეთ ძალიან მომეწონა, მაგრამ ზოგადად აი გერმანული სამზარეულო, რასაც ვუყურებ და რამდენიც ვცადეთ, არაფერი დიდად არ მომეწონა რა, იმიტომ სადაც არის ღორის ხორცზე აგებული ყველა კერძი და თუ ვეგეტარიანულ შევკვეთავ, ისიც არის რა. ქართული ბევრად ჯობია, რა თქმა უნდა. ლუდი ძალიან კარგია. გარემო როგორ მოგეწონა? ეს ხო, რა თქმა უნდა, ძალიან კაი. რა როგორც წინაზე აღვნიშნე, აი მართლა ოქტომბერფესტზე თუ ვინმე არ ყოფილა, აუცილებლად უნდა მოვიდეს HB-ში და მიხვდება რა გარემოა ოქტომბერფესტზე. ზოგადად გერმანელები როგორ ერთობიან, მიხვდება მაგას, ხო? ძალიან კაი. მთელი გერმანია აქ არის. აი თან რო არ ეზარებათ, ანუ ყველას რაღაცა ნაციონალური დასაცველი აცვია და ისე არიან მოსული. ძალიან მაგარი ადგილია რა. სამოთხე ადგილია. როცა აღარ ვიქნები, აი აქ დამარხოთ შემოსასვლელში. ხო შეიძლება. რო ყველა ლუდის მოყვარულმა გადამიაროს ზევიდა. აბა თამო როგორია? შებაშინე. დედა და მამა ქვია ამათ ბავშვებთან ერთად წავედით, ჩავსთვერით და წამოვედით უკან. ასეთი იყო ჩვენი ევროპაში მოგზაურობის მეორე ნაწილი. წინ კი შემდეგი ვიდეო გელოდებათ, რომელიც უკვე ირანიდან იქნება.